AfD-ს წარმომადგენლები მაგალითად საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზეთის აღიარება შეიძლება იყოს მათთვის მისაღები. ამ პარტიაზეა საუბარი, რომ ვიცოდეთ მაინც. აქედან გამომდინარე, გერმანელები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით შეკითხვას თუ დასვამენ, დარწმუნებული ვარ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებობს ისეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ამ შეკითხვებზე შესაბამის პასუხსაც გაცემენ. ეს საკითხი ზოგადად დღევანდელ მსოფლიოში და დღევანდელი მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ის სახელმწიფოები, სადაც ეს შეკითხვები ისმევა, იქ არსებობს სამართლიანი სასამართლო, შესაბამისი ინსტიტუტები, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, დემოკრატიული ტრადიციები. არავითარი პარალელის გავლება საქართველოსთან მიმართებაში არ არის კორექტული, მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში არც დემოკრატიული ტრადიციები არსებობს, არც დამოუკიდებელი სასამართლოა და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რაჟდენ კუპრაშვილის მსგავს ადამიანს არ აქვს ჩაბარებული ანტიკორუფციული ბიურო. ამდენად ლეგიტიმურია ზოგადად ეს შეკითხვა და ერთიანად სამოძრაობა ხმარფინანსებოდა არა, არც ერთი ფორმით, არც პირდაპირ, არც ირიბი ფორმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების ყველა წყარო არის ცნობილი, ყველა წყაროსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული ანტიკორუფციულ ბიუროს და შესაბამისი დარღვევა რომ მქონდეთ აღმოჩენილი, დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის წინ ექნებოდათ გამოაშკარავებული. აქედან გამომდინარე, ისეთ ჩასაფრებულ ვითარებაში, როგორშიც დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ამ შეკითხვის არსებობა დემოკრატიულ სამყაროში არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, დემოკრატიულ სამყაროში ხაზს უსვამს. იქიდან გამომდინარე, რომ იქ ანტიკორუფციული ბიურო იქნება, სხვადასხვა დეპარტამენტი იქნება გააჩნია, როგორ სტრუქტურით არის ჩამოყალიბებული, არის დემოკრატიული ფორმით ჩამოყალიბებული, სამართლიანი სასამართლო, ადამიანების გაშავება არ ხდება, ეს პროპაგანდისტული მიზნებით არ არის გამოყენებული, განსხვავებით საქართველოსთან, სადაც ავტომატურად ამ საკითხის დასმა მუდმივად არის აპელირების საგანი, რომ უცხო ქვეყნის აგენტურასთან არის საკითხი დაკავშირებული, ან უსამართლო სასამართლოში უნდა მოხდეს ამის გარჩევა, ან რაჟდენ კუპრაშვილის დონეზე უნდა გაირკვეს ეს საკითხი და შესაბამისად არარელევანტურია ეს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაპარალელება. When to go to კითხვები, მეორე, აი ეს დამთხევას როგორ ახსნით, მანამდე ამ კითხვებს თულიოცნება, ახლა უკვე გერმანიაში ბუნდესტაგში ისმის ეს კითხვები და მესამე ხომად ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩის გაწვევა შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ აი ამ დონეზე უკვე იქ ხაზგასმას მის საქმიანობასთან დაკავშირებით. პირიქით არის, მოდ ბოლოდან დავიწყებ პასუხის გაცემას, პირიქით არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც ამ დამოკიდებულებით უნდა ესაუბროს ქართული ოცნება. მარტივი მიზეზის გამო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1918 წელს იყო ამ ქვეყნის მთავარი გარანტორი დამოუკიდებლობის მიღების საკითხთან მიმართებაში. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანია იყო ერთ-ერთი ის მოწინავე სახელმწიფო, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას განადგურებულ სახელმწიფოს, განსაკუთრებით სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რაც 92 წელს მოხდა, ეხმარებოდა რომ დამდგარიყო ფეხზე. ამიტომ ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩეტანილი ამ ქვეყნის განვითარებაში, მისი სახელმწიფოების შენარჩუნებაში, მეგობრული დამოკიდებულება მოითხოვს და ქართული დამოკიდებულება მოითხოვს, ჩვენი თანამოქალაქეების მიდგომა, რომლებიც ათასობით და 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე, აუცილებლად გავცემ პასუხს, 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე დღეს გერმანიაში ცხოვრობს და იქიდან იღებს შემოსავალს, ამ ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა და ამის დედის გინება, რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლების მიმართ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გასახარი საქმე. ვინმე მოიყვანოს ერთი მაგალითი, როდესაც რუსი დიპლომატის მიმართ იმის მეასედი განცხადებაა გაკეთებული, რასაც მაგალითად გერმანიის ელჩის მიმართ ვისმენთ. აი რას აშავებს ის კაცი ისეც, რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე ყოველ დღე გამოდის და ჭორაობს ამ კაცზე. თუ მაგარია, პასუხი გაცეს ჯერ ლავროვს, სახაროვას და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ოკუპირებული ამ ქვეყნის 22% და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად უქმნიან ჩვენს თანამოქალაქეებს საფრთხეს, სიცოცხლის თვალსაზრისით. რაც შეეხება წინაურ კითხვას, თუ აღარ გინდა. ეს ზოგადად ეს კითხვები ეხებოდა 2020 წლით
ხო, აი ჯერ ერთი ეს ათვა ძალიან საინტერესოა, რატო ხდება 2020 წლიდან და არ ხდება მაგალითად 2012 წლიდან ან 2003 წლიდან ან 1991 წლიდან. ანუ იმიტომ 2020 წლამდე ქართული ოცნების ლოგიკას რო გავყვეთ 2020 წლამდე ჩვენ ყველა ვარიანტში deep state-ი გმართავდა, იმიტომ რომ გიორგი მარგოვაშვილი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, გიორგი გახარია იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილი იქნებოდა თუ უკვე ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა deep state-ის აგენტები ყოფილან და შესაბამისად ქართული ოცნების წელთაღრიცხვა უნდა დავიწყოთ ირაკლი კობახიძის აღზევების პერიოდიდან. ამიტომ 2023 ალტერნატივა გერმანიის რამდენიმე წარმომადგენელს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული პოზიცია ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად რასთან მიმართებაში? გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად იცავდა აქ ყოფნის პერიოდში ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას და იცავდა იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც ყოველდღიურად ირღვევა, მე მასთან არავითარ შეკითხვა არ მაქვს. და კონსულტაციებისთვის სამყარო განვითარება, კი. ამ კონსულტაციების მთავარი მიზანი და მიზეზი დარწმუნებული ვარ, რომ არის ის ტონი და ის დამოკიდებულება, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს უშუალოდ გერმანიის ელჩის მიმართ. ამავე დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ზოგადად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ არსებობს და შესაბამისად მათ შორის, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდი იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა როგორც ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან, ისე საგარეო უწყების წარმომადგენლებთან, უამრავი შეკითხვა არსებობს ქართული ოცნების ზრახვებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ამ ქვეყნის საბოლოო ჩამოშორებას ევროპული განვითარების გზიდან და რუსულ ორბიტაზე დაბრუნებასთან მიმართებაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი ტონით განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას, წესიერი ხელისუფლება უდესმეთ გვეყოლება და გვეყოლება აუცილებლად, მხოლოდ შეიძლება იყოს გაკეთებული რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომლებიც მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ანგრევენ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ემარის გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვკითხავთ, როგორ შეაფასებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას და იმ პროექტებს, რომელიც არის გაკეთებული. მსგავს ინვესტიციებთან დაკავშირებით მანამდეც არაერთი დაპირება გაცემულა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და ჯერჯერობით რიგი აი ასეთი მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებზეც ინფორმაციას ავრცელებდნენ, სისრულეში არ მოყვანილა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ბევრად უფრო მეტი ინვესტიცია იქნებოდა უკვე საქართველოში შემოსული და არა 6, არამედ შეიძლება 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციაზე ქონოდა საუბარი. ხარიების პარლამენტში შესვლაზეც ვკითხავთ, როგორც გვერდით პარლამენტში აღმოჩნდნენ და აღიარეს პარლამენტის ლეგიტიმაცია. თქვენ ისე ვთქვით, რომ ბოიკოტი სწორია? ჩვენ ეს ბოიკოტი არ იყო. ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავჭით ქართველი ხალხის მხარეს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, ჩახსნა სია, უარი თქვა საპარლამენტო დაფინანსებაზე. ქართულმა ოცნებამ ამის გამო დროებით ჩამოგვართვა საარჩევნო ნომერი. შესაბამისად პარტიას რა გზად შეეძლო გაევლო იმისთვის, რომ ბოლომდე ქართველი ხალხის გვერდში ყოფილიყო და სახალხო ოპოზიციის ის სტატუსი, რაც აქვს ბოლომდე დაემსახურებინა, ეს ყველანაბიჯი იქნა გადადგმული. რაც შეეხება გახარიას გუნდის შესვლას, პირველ რიგში ეს განპირობებული არის დარწმუნებული ვარ ეკონომიკური მიზნებით, მათ შორის იმ ხელფასის და სხვადასხვა სახის სარგოს მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში შესვლას მოსდევს. ნახეთ გუშინ ძალიან საწყალი განცხადება, რომელიც მათმა წარმომადგენელმა ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჩვენთვის არაფერი არ იცვლება ამით, აღიარება, არ აღიარება, ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობის საკითხი საბედნიეროდ ვეღარ გადაწყვეტს გახარია შესვლა არ შესვლა. უბრალოდ ამ წუთის მდგომარეობით ეგრეთ წოდებულ პარლამენტში 99 ქოცის მაგივრად 101 ქოცი იქნება. კი ბატონო, სარკოზეც ვკითხავთ, ამას დავსვამთ, ახლა შეგეძლოთ მე.
რამდენი დაკავშირებითაც კითხავს, მაგრამ როგორც ვიცით, 5 წლით გაუშვეს ციხეში საკუთარი დებიტები და არც კონტინენტი არც კონტეინერი თუ კან შემოbrunება არ უცდია და მაინტერესებს როშია ფასო ამ ფაქტს ანუ თვლით თუ არა რომ ის არის პოლიტპატიმარი დევნილი და თან მინდა რომ შევადაროთ აი სააკაშვილის შემთხვევასაც სააკაშვილთან გავავლოთ ეს პარალელი საკუთარი სახელმწიფოს პატივისცემა ამ შემთხვევაში რომელიც უფრო მეტად აღმოაჩნდა სარკოს თუ სააკაშვილს. მუდ დავწყოთ იმით რომ საფრანგეთს აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის 200 წელზე მეტი ისტორია, სასამართლო არის დამოუკიდებელი და პოლიტიკური დევნის ის ხარისხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში და ნიკოლა სარკოზის მიმართ სამართლებრივი წარმოება, რაც მიმდინარეობს საფრანგეთში, შეუძლებელია იყოს იდენტური. ეს ერთი. მეორე საკითხი, რაც შეეხება საფრანგეთში მანამდეც სარკოზისთან მიმართებაში, პრეზიდენტ სარკოზისთან მიმართებაშიც გამოყენებული იქნა სასჯელის ალტერნატიული ფორმა, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ის შინაპატიმრობაში იყო დიდი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება პრესას, რომელსაც ახლა მე გადავხედე და საფრანგეთის პრესა საკმაოდ დელიკატურად აფასებს ამ საკითხს, იმიტომ რომ მათთვისაც არ არის სასიამოვნო ქვეყნის პირველი პირის ციხეში ხილვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული მიდგომები ექნება მათ შორის ამომრჩეველსაც, რომლებიც მათ შორის სარკოზის დაკავების დროს საკმაოდ ბევრი მისი ყოფილი მხარდამჭერი თუ მოქმედი მხარდამჭერი იდგა მის გვერდით. ამავე დროს არსებითი სხვაობა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის და სარკოზის кейს შორის, არის ის, რომ ნიკოლა სარკოზი აღარ არის მოქმედი პოლიტიკოსი, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ამ სახის პარალელი ჩემი აზრით არარელევანტურია, მიუხედავად იმისა, რამდენად არ უნდა ეცადონ რაიმე ფორმით ამ პარალელის გავლებას. მაჯნის სცენარზე, ბარიკადების მოწყობაზე, გზაზე რაღაცა მართლების დაფასება ტექნიკურად გადაადგილდეს, მოკლედ როგორ უნდა გაიწიათ წინააღმდეგობა ხელისუფლების მიმართ, რომელზეც ამბობდა, რომ ხალხმა უნდა დაამხოს ეს ხელისუფლება. მოკლედ ეს ამბავი შეგვყავს ტექნიკურ წერილზე, რას ნიშნავდა თქვენ ეს წერილი, იყო თუ არა, როგორც მართლობუნში ამბობენ, რადიკალიზმის წახალისება და რა როლი ჰქონდა ზვიაცეცხლაძეს საპროტესტო აქციების მსვლელობისას. ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხია, ევროკავშირის წარმომადგენლობამ წერილი მიწერა კლასიკურ პოლიტიკურ პატიმარს. და ჩვენ ესეთ ევროპას ვხედავთ, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს და რომელიც ევროპული ღირებულებების დაცვაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მათ წერილი მიწერეს პოლიტიკურ პატიმარს და ის წუხილი, რაც ქართულ ოცნებას აქვს, არის აბსოლუტურად გასაგები, რომ მათ რატომ არ წერს წერილებს და ჩემი აზრით გასაგები არის. იმიტომ რომ ზვიაცეცხლაძე არ არის ამ ქვეყნის მოღალატე, განსხვავებით ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. ის რომ მსჯავრდებულია ჯგუფური ძალადობისთვის და ორგანიზაციების ქართული ოცნების გარდა ამას არავინ არ აღიარებს. და მისი როლით რო შევაფრთხილდეთ. მე მის როლზე ვერ ვისაუბრებ, ზვიაცეცხლაძე ვიცი რომ აქტიური წევრი იყო იმ ადამიანების და იმ ასობით ათასი ადამიანის გვერდით იდგა, რომელიც ივანიშვილის მიერ საქართველოში დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის დიქტატურის გაფორმების ბოლო ფაზის ნაწილი, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და მედიის რიგი წარმომადგენლების მიმართ დამატებით ხელის შესხმას და დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული ოპოზიციური სატელევიზიო არხების დახურვა არის ის ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მესამეს დაამატეს, ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტების მიმართ დევნა, რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო არჩევს, ამას არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე სახის დემოკრატიულ პროცესთან, როგორც წესი, ეს არის დიქტატურის ბოლო ფაზის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ამას არ ვუყურებთ ნამდვილად ტრაგიკულად, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობა არ გადის მის რეგისტრაციაზე, იურიდიული რეგისტრაციის გაუქმებით, მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტ პრობლემას შეიქმნის განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე
ვიდრე ამ ნაბიჯის გადაუდგმელობის შემთხვევაში. ნაციონალური მოძრაობა არ დგას საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წესდებაზე. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ იურიდიული რეგისტრაციის მქონე პირი, მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანება. რაც შეეხება, რაზეც დარწმუნებული ვართ, შესაბამისი რეაქცია იქნება როგორც ქვეყნის შიგნით დემოკრატიული საზოგადოების მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე რეაქცია იქნება ქვეყნის გარეთ და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ამით ივანიშვილი დაამთავრებს არჩევნების იდეას, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ სახის აკრძალვებით ამ ქვეყანაში ჩატარდეს ოდესმე დემოკრატიული არჩევნები, რასაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში ეგმავენ. ნაციონალური მოძრაობა ბუნებრივია მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ეჭვიარგვეპარება, რომ სამართლის ნატამალი არ იქნება, ისე ქვეყნის საგარეო ფრონტზე და ქვეყნის შიგნით შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. იმედი დასვას ბოლო კითხვას და უნდა კი ბატონო. გაკაცრებული რეგულაციების ამოქმედებიდან მე ვთქვი, ეს თაველი მიკეტება მაინც ამის შემდგომ კანონის ფარგლებში დაკავება ხდება, რომ შეფასოთ ზოგადად მისაღებად ხო არა თქვენთვის ეს არის კლასიკური დიქტატორული კანონმდებლობა, რასაც არ მალავს ქართული ოცნება რატო იღებს ამ კანონებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ასობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს და მაინც დგანან იქ თავისუფლებისთვის, აწი თავისუფლების ხარკის მაგივრად უნდა გადაახდევინონ საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი თავისუფლებით ეს ხარკი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა რეპრესიულმა მანქანამ არ იმუშავა, ვერც ეს რეპრესიული მანქანა ვერ შეაჩერებს იმ პროტესტს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო.